საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის შერჩევის თემაზე პარლამენტთან კონსულტაციები დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება, რადგან პრეზიდენტს სურს, რომ კანდიდატი კონსენსუსის გზით შეირჩეს. გაიმართა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. მინდა გითხრათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან შეხვედრის შემდგომ კონსულტაციების პროცესი დაიწყო. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება, უფრო აქტიურ სახეს მიიღებს და ასე ვთქვათ, მუშა რეჟიმში გაგრძელდება ეს პროცესი, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან, საპარლამენტო უმცირესობასთან დღევანდელ შეხვედრას. ამ შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და უზენაეს სასამართლოს წევრობის კანდიდატები რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერით და კონსენსუსით იყვნენ არჩეული ამ თანამდებობებს.